მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება Ed Talk-ი ახალი ეპიზოდით. ჩვენ ძალიან საინტერესო ადამიანები გვყავს დღეს სტუდიაში. ჩვენთან სტუმრად არის Heima Audio Production სტუდია, რომელიც ცოტა განსხვავებული არის სტანდარტულად სააგენტოებისგან, თავისი შინაარსითა და ასე ვთქვათ, იმ შედეგებით, რასაც აწარმოებენ. ძალიან საინტერესო იქნება მათი მოსმენა. წარგიდგენ ჩვენს სტუმრებს ძალიან მოკლედ და ლაკონურად. მებო და ბეთხო არიან ჩვენთან სტუმრად. ჩვენც ეგრე ვიყავით მეგობრებო. როგორ ხართ? კარგად ძალიან და ძალიან გამიხარდა რომ აქ დაგვიძახით, იმიტომ რომ დიდი ხანია ვუყურებ მე პირადად და ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი და ჩვენი პარტნიორი სულ ხარ და მეთქი ამა ბევრთან ვიმუშავ, მათ შორის რამდენიმე ისეთ პროექტზე, რომელზეც ვისაუბრეთ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი პოდკასტი იყო კოკასთან PSP-ზე რო ეგ TBC-ში ჩვენი გაკეთებულია და PSP. ძალიან საინტერესო კონკრეტ ბევრი გვექნება სასაუბრო. მაგრამ ყველაზე მეტად ეხა მე ის მიხარია და ბეთხოც დამეთანხმება რომ პირველივე დღიდან ჩვენ რაღაცნაირად გვინდოდა რომ დავიწყეთ ეს ამბავი. ყველა გვიცნობდა ბეთხოს და მებოს. ანუ გულისხმობ რომ ვიღაცები იცნობდნენ ბეთხოს, იმიტომ რომ ბეთხო ბევრი წელი ფრილანსზე მუშაობდა და იქამდეც, იმიტომ ჩვენ დავიწყეთ 2021 წელს. და მე მიცნობდი როგორც მუსიკოს მებოს და რაღაცნაირად თავიდან ავტომატურად ხალხთან ასოცირდებოდა რომ აი მებოსთან წავედი ან ვიღაც ამოდა ბეთხოსთან წავედი და ჩვენ პირველივე დღიდან გვინდოდა რომ ხალხს ეთქვა რომ ჰეიმაში წავედი და მართლა აი ეგრევე პოზიციონირდებოდით პირველ დღიდან და აი დღეს უკვე ყველა ეგრე ამბობს ჰეიმაში წავედით და მიხარია რომ შენც ეგრე წარგვადგინე რომ ჰეიმა ვართ რა იმიტომ რომ რაღაცა ეგ გზა გვაქვს არჩეული რა ვინც ვართ ყველანი ჰეიმა ვართ ძალიან კაი, სხვადასხვა მეც მახსოვს ეგ გრადაცია, იმიტომ რომ ჩვენ თავიდან ჯერ მებოს გავაკეთებინოთ ხო, კი, უკვე კომპანიის სახელმწიფო. იცი რა, ძალიან საინტერესოა ზოგადად რო ვისაუბროთ კომპანიაზეც, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ და საინტერესოა თვითონ აი რო განმარტოთ თქვენი საქმიანობა ზოგადად რას შვებით, როგორ შვებით. მე შემოგიერთდები. გავყურდები და მე ვისაუბრებ, ჩვენ ეგეც ესე გვაქვს რა. კარგად გვაქვს, მოკლედ ჰეიმა თუ დღემდე კარგად მიყვება თავის გზას, იმის დამსახურებაა, რომ ძალიან კარგად გვაქვს ყველაფერი გადანაწილებული. იმიტომ რომ რო გვიფიქრია ხშირად რა იყო, რა შეიძლება ყოფილიყო წარმატების მთავარი საიდუმლო ან რაღაცა მიმართულება იყო, რომ სწორად დაგვეგეგმა ყველაფერი. მათ შორის ის ამბავი რომ რაღაც საორგანიზაციო საკითხები ვისახება, შემოქმედების საკითხები, ანუ გაყოფილი არ გვაქვს თავიდან ხა ორი რო ვიყავით ყველაფერს ვაკეთებდით, მაგრამ დროთან განმავლობაში გავყავით. მე ხა ვიტყვი ტექნიკურად რას ვაკეთებთ. მე ბეთხო დაამატებს კიდევ მნიშვნელოვან სხვა დეტალებს. ტექნიკურად ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად რაც ვეუბნები ხოლმე, როცა მაგალითად მირეკავენ და მეკითხებიან რომ აი რა სერვისებს გვთავაზობთ. აბსოლუტურად პირველი პასუხი მაქვს ხოლმე ძალიან მარტივად რომ აბსოლუტურად ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს რაც ეხება ხმას და მუსიკას. აი არ არსებობს რამე რაც შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი რეკლამისთვის, თქვენი პროდუქტისთვის, თქვენი ვიდეოსთვის, თქვენი არ ვიცი. სერიალ ნებისმიერ რაღაცთვის, ანუ რასაც სჭირდება ხმა და მუსიკა, ვაკეთებთ ყველაფერს. მათ შორის გვაქვს მსახიობების ბაზა, ძალიან ნიჭიერი მსახიობების, თუ გჭირდებათ voice-overi, თუ გჭირდებათ მუსიკის დაწერა, წერთ მუსიკას და მათ შორის წერთ აბსოლუტურად ყველა ჟანრის მუსიკას, იმიტომ რომ როგორ თქვა რა, პროდიუსერები ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ იმის დამიხედვით პროექტი რა გვაქვს, ვთავთ ხოლმე ყოველთვის პროფესიონალ მუსიკოსებს, რომლებიც იმ ჟანსი არიან საუკეთესოები. მაგალითად, თუ გვაქვს ჯაზი გასაკეთებელი, მოყვავს ჩვენი პარტნიორი ჯაზ მუსიკოსები, თუ გვაქვს რაღაც ბლუზი გასაკეთებელი, ყოველთვის ვიყენებთ იმ ხალხის პროფესიულ რჩევას და ჩართულობას, რომელიც იმ სფეროში არის ჩვენზე უფრო კომპეტენტური. ნუ საუნდის ნაწილზე ბუნებრივია რომ დავიწყეთ რეკლამებით და ძირითადად დღემდე უკვე ცოტა დაიკლო პროცენტულობამ და 70% მაინც რეკლამებს ვაკეთებთ, მაგრამ გავფართოვდით და გადავედით სერიალებზე, ანიმაციებზე, თამაშებზე და რაც თავარია უკვე გავაკეთეთ 3 სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი სრულად თავიდან ბოლომდე ფოლის სერვისი, ფოლის ჩაწერა, დიალოგ ედიტი, მოკლედ სრულად გავაკეთეთ უკვე 3 ქართული ფილმი. მოკლედ ვაკეთებთ ყველაფერს, მოკლედ ჩვენი ეს რა ქვია, საიტზე გამოსატანი დევიზი იქნებოდა რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ეხება ხმას და მუსიკას. ხო რა, ანუ რაც ჟღერს ესე. რაც ჟღერს, რაც მაგაზე ბევრს ლაპარაკობთ. რადგან მე ამ სფეროში შეიძლება ითქვას დაბადებიდან ვარ. მართლა დაბადებიდან რა, იმიტომ ამაში მუსიკოსი რაღაცა სუხმა და ეს რაღაცა და მე როგორც ყველა მეც ესე ვოცნებობდი რომ აუ კინოზე ვიმუშაო და რაღაც და მე მომეცა ეგ საშუალება სერიალ კლინიკაზე ვიმუშაო პირველად 2009-ში და მას მე აი ეს რეკლამაც ვითარდებოდა ქვეყანაში
რაღაც ნაბიჯ მივდიოდით ყველა, ჩემი მეგობრები ზოგი სარეკლამოში იყო, ხო ზოგი რაღაცა და აი ესე შეგვაერთა მე გაგვაერთიანა ბედმა და მუსიკამ სხვათა შორის ისევ ხო ჩვენ ხო აქ უკვე ჩვენი კომპანია მე მომკითხვა რაც საკეთებს რა და რასაც ვაკეთებთ აბსოლუტურად გვიყვარს ეს მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენი აი ეს გასაღები არის რა ეს სიყვარული რაც ვაკეთებ იმიტომ რომ არასდროს არ ვაკეთებთ რაღაცას რაც არ გვიყვარს რა ყველაფერი რაც მოდის ჩვენთან არის ჩვენი სხვათა შორის ეგ ალბათ ყველა სფერო მარტო ჩვენ ინდუსტრიას არ ეხება ნუ ყველა სფეროში მნიშვნელოვანია გიყვარდეს ის რასაც აკეთებ თუ გეზიზღება და დილით დახვალ ჩვენს და ეს გაყოფა რო ახსენე ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავიდან რა იმიტომ რომ ხო ყველას რაღაც უნარი აქვს რაღაცა და ეს იყო ჩვენ ეს დღემდე ძალიან მყაროდ გავართ ამიტომ ორივე 4-ვე ფეხზე მეც და მეგოც და კომპანიაც მაგრამ უკვე რვანი ვართ უკვე რვანი ვართ ამიტომ ფეხზე მყაროდ გავართ იმიტომ რომ ზუსტად გაყოფილი არის ყველაფერი რა ეგ მნიშვნელოვანი არის რომ ყველა მიცით რას ვაკეთებთ ნუ მიუხედავად იმისა რომ ხა მე და მეგო შეიძლება ვიჯდეთ და საუნდ დიზაინს ერთად ვაკეთებდეთ მაგრამ რაღაცა მაინც არის რა ანუ გამოსვლით თვითონ კომპანიაშიც ეხა უკვე ორმა კაცმა დავიწყეთ 2021 წელს მე ერთი კაცი დაგვემა და მე და ეხა ვართ 8 ადამიანი. რეალურად ამ 8 ადამიანს შეიძლება ყველას ყველაფერი გამოუვიდეს, მაგრამ აი მანდირება მონასტერი რეალურად, როცა მოდი ამასაც გავაკეთებ, ამასაც არა, ეგ გვაქვს კარგად, რომ ვიღაცას მთლიანად მხოლოდ საუნდი აქვს ჩაბარებული, ვიღაცას მხოლოდ რეკლამები აქვს ჩაბარებული, ვიღაცას მაგალითად მხოლოდ ფაილების დასუფთავება აქვს ჩაბარებული, ვიღაცას მხოლოდ თამაშები, ბეთხოს ყველაფერი აქვს ჩაბარებული. ხო, მაგრამ ეგ ისე ჩემ გამოცდილებიდან გამომდინარე რა, რომ უბრალოდ რაღაცა თავს ვფლებ. ბეთხო არის ჩვენი ხარისხის გარანტი. მე ესე ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ჩეკინგ პოინტი არის, რომელიც ჩეკ პოინტი უნდა გაიაროს ჰეიმაში რაც მზადდება. სანამ მივახოლმე ძალიან ხშირად უთქვამს ხოლმე რომ ერთხელ ბურო არის ჩვენი ძალიან ხშირად თანამშრომლობთ ბუროსთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოსტის ერთ-ერთი დიდებული წარმომადგენელი ბუროსალავით უგიყურებ და ბურომ ერთხელ გითხრა რომ ჩვენ აი როგორ ვმუშაობთ ხოლმე იცი რაღაცა ხო გამზადდა ფაილი და აი მაგალითად თქვენ გამოგიგზავნეთ რაღაცა მოგწონთ რა მაგრამ ჩვენ მაგის მერე კიდე გვინდა რომ ეგ დავამუშაოთ რა ანუ თქვენ ჯერ გიგზავნით რომ ნახოთ მაგალითად რაღაც რეკლამას აკეთებთ რომელიმე კომპანიისთვის და კომპანიას მოსწონთ სააგენტოსაც მოსწონთ და ჩვენ ეს რეალურად დრაფტი გვაქვს გამოგზავნილი მე ამის მერე ჩვენ გვინდა ხოლმე ბეთხოს დასვენებული ყური რომ დავждეთ დავმიქსოთ იქ რაღაც სიხშირეა დაიწმოს ბოლომდე და ერთხელ რომ მითხრა რომ აი თქვენ რო დროს ითხოვთ ხოლმე მე ვერავინ ვერ ხვდებით რაც ვთქვით ხოლმე რეალურად ჩვენ გუწმენად გეტყვი აი რომ დავმეგობრდით უკვე კიო ანუ ძალიან მოფასებთ რომ მაგრამ აი ვერაფერს ვერ ხვდები და მეთქი არა უშავს ჩვენ ხვდებით იმიტომ რომ მე ღამე აი მომიდივართ ხონრონეთ და დავმიქსოთ მე ის უამრავი დეტალი არის რაც მე გასაკეთებელია 20 წამიან ხმაში ხო ანუ ის ხო არ არის ისე ეგ საინტერესოა მინდა რომ მაგას ესე დეტალურადაც გავყვეთ ერთი რაც წინაზე ეხა ახსენეთ და ბარემ მან ჩაგეკითხებით ეხა სააგენტოებში ასე თუ ისე ჩვენ მქონია საუბარი სხვადასხვა მიმართულებებზე სააგენტოებში მუშაობენ კოპირაითერები დიზაინერები არტ დირექტორები იქ რაღაცა შეიძლება პროდიუსერი შიგნით ყავს ვიღაცას გარეთ ყავს ანუ ძალიან ბევრი ქვე პროფესია არსებობს ხო ესე რომ თქვათ შიგნით რომ ნუ ქვეც არ ერთხმის საცალაკე პროფესია რა თქმა უნდა მაგრამ თქვენ შემთხვევაში ალბათ უფრო განსხვავებული ხა კოპირაითერები არ ვიცი ყავთ თუ არა მაგრამ კოპირაითი არა მაგრამ აი ვინ არიან ეს ადამიანები რა აი მე ბომწეგან ახსენა ხო არ მაგალითად ფილმზე როდესაც მუშაობთ იქ არის ფოლის ჩამწერი არტისტი ხო ეგ უკვე და რას ნიშნავს ეგ ვინც შედის სტუდიაში და უყურებს კადრს და უნდა გაახმოვანოს იმოძრაოს ნებისმიერ ნაბიჯით ნივთებით ჭიქის დადება ეს უნდა გააჟღეროს ისე რომ ნუ იმას შეეძლო არის ჩამწერი ფოლის ასევე მნიშვნელოვანი ადამიანი რომელიც აკონტროლებს და უყურებს ამის ჩაწერას რომ აბა სინქრონში ზის თუ არა და მე უნდა დაასინქრონოს გაასუფთავოს და რა მიკროფონით ჩაწეროს რა დისტანციიდან რა ვინც აკონტროლებს და არის ამ ყველაფრის გამწმენდი და დამლაგებელი ედიტორი რა ვისაც ქვია რა რომ ფოლი ედიტორი ვინც მე ამ ყველაფერს ასუფთავებს და ასინქრონებს თვითონ ნაბიჯს ის არ ვიცი ანუ სამი კაცია მარტო ფოლი მიმართული სამი კაცი მარტო ფოლი არის მე დიალოგ ედიტორი ვინც სეტზე ჩაწერილ ხმას ასუფთავებს ისე რომ არანაირი ზედმეტი ხარვეზე არ იყოს და ასევე ეს ადამიანი არის პასუხისმგებელი იმაზე რომ თუ რამეა გადასახმაურებელი სტუდიაში გადავახმოვანოთ ესე იდეა რეკორდი რაც ქვია შემდეგ საუნდი მარტო კინოზე რამდენი ხალხი შემდეგ საუნდ დიზაინერი მე უკვე ბოლოში მიქსერი ვინც მიქსავს ამ ყველაფერს კომპოზიტორი თუ რა თქმა უნდა
მომბოდირო გასაწევალთ. მაგრამ რეკლამებზეც გვაქვს ეგრე დაყოფილი პრინციპი. რეკლამებზეც ეგრე არის რა, ხო, ანუ რაღაცა ფოლი ნაკლებ ჭირდება ხოლმე რეკლამებს. იმიტომ რომ აი ფოლის წერთ ხოლმე რაღაც ძალიან მასშტაბური პროექტები, რომელიც არის მაგალითად აი TBC-ს ის რეკლამა, რომელიც იყო რებრენდინგის აი მთავარი აქ ჯეროდეს. ზღვა და რაღაცები. მთავარი ეს დიდი ვიდეო როც იყო, მანდ ხა ფიზიკურად აუცილებლად უნდა ჩაგვეწერა, იმიტომ რომ ისეთი სცენები იყო იქ რაღაც გეიმზე, ჯაჭვები ხო, მანდა სუფოლი იყო სტუდიაში, ხო, ეგ ჩავწერეთ. პატარა რეკლამა საჭირდება, მაგრამ აი ეგეთ დიდი რეკლამები საქართველოს ბანკის, TBC-ს და მასშტაბური პროექტები რაც არის, რომელიც აი რეალურად კინო არის, რომელიც უბრალოდ გადაიღეს 2 წუთში და გადაიღეს რეკლამისთვის. მაგრამ რეკლამის ეგრე ვარ დაყოფილი, რომ მუსიკა ცალკე კომპონენტი, რომელსაც კომპოზიტორი აკეთებს, მუსიკაზე ყავს ლევან სიდიანი, ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი, ან ჩვენც ვართ ბუნებრივია, მაგრამ აი სხვა ჩვენ გარდა მესამე ადამიანი მუსიკაზე ყავს ლევანი, რომელსაც ძალიან მაგრად აბარია ეგ ამბავი, უნიშერესი ადამიანი და მანდაც ყავს აი საუნდ დიზაინერები, რომლებსაც აი იმის და მიხედვით ვაძლევთ ხოლმე დავალებებს რა ტიპის რეკლამა შეხედვით, ხო რა. იგივე თამაშები ხო, თამაშები სხვა საბარია. ხო და ბევრი ერთ როგორ არის ხოლმე ერთ რეკლამაში უცებ ბევრი ვიდეო რო არის ხოლმე ერთ კამპანიაში ხო ეგ ერთი ადამიანი ეგრე დაალაგდა რა იმიტომ რომ რაღაც ვიდეოები აი შენ კარგად გეცოდინება რომ შემოდის მაგალითად ერთი მეინ ვიდეო და მე 3:30 წამიანი 3:15 წამიანი გაშლები ხო 6 წამიანი პრეროლი YouTube-ისთვის რაღაცა და აი მაგისტვის ვიცით ვინ უკეთესად აკეთებს ამ ყველაფერს ანუ რეალურად აი რომ ამბობ ხოლმე ჩვენ ეგეც გვინდა რომ და ამ შენ პლატფორმას ვიყენებთ მაგისთვის რომ გაიაზროს ხალხმა რომ რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს როცა ჰეიმასთან აქვს ურთიერთობა მათ როგორც როცა ჩვენ ისინი არიან ჩვენი კლიენტები. ანუ ჰეიმაში ყველა თავის საქმეს აკეთებს და ძალიან დიდი გუნდი მუშაობს რა. ეს არ არის რომ ამიტომ არის ალბათ ჩვენთან კარგად დალაგებული სამბავი რომ არასდროს ჰეიმაში ჩვენ არ შეგვქრია პრობლემა რომ თუ ჩვენ რომელიმე პროექტი აგვიღია, არასდროს დედლაინის პრობლემა ჩვენთან არ შეგვქრია. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეგ კარგად გადანაწილებული რა. იმიტომ რომ ვიცით რას რამდენი დრო სჭირდება, როგორ სჭირდება და არასდროს არ ვიღებთ უფრო მეც ვიდრე შეგვიძლია. იმიტომ რომ პირველ დღიდან გვაქვს ეგ სწორება, რომ ხარისხი არის ჩვენთვის არამშრომლოვანი. თუ ხვდებით, რომ აი კიდე ერთი პროექტი დავიმატეთ, ხარისხი გაფუჭდება, კი, არის ხოლმე სურვილი, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს და ხო, თან რაღაცა, მაგრამ აი ვიკავებთ, იმიტომ რომ როგორც კი ხარისხი დავარდება, ჩვენ იმ დღესვე ალბათ დავждებით, ჩავიკეტებით და ვიმსჯელებთ, რომ რა მოხდა ჰეიმაში, რომ რატო დაეცა ხარისხი. აი, მქონია ეგეთი რთული მომენტებიც, რომ განსაკუთრებით, როცა იმატებ ახალ თანამშრომლებს, როცა ფართოვდები, როცა ერთ ოთახში იწყებ და მე 5 ოთახი გაქვს. და მან დროს უკვე ცოტა ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო, გემივით არის, ხო, იცი მარტო სწორად რომ არ გადახირავდე და შენ რო კითხე რამდენი ადამიანი, წავედგე რომ ეხლა 50 ადამიანი რო ყავს საბართავი, ძალიან, ნუ, მაგრამ საბედნიეროდ ჯეჯობით კარგად უმკლავდებით მაგ ყველა გამოწყობას რა და უფრო ვიზდებით და ჩვენც ხო ხარისხის თემა მთელი ცხოვრება მაგას ვებრძოდი რა, სადაც კი ყოფილვარ, რომ ეგ რატომღაც დღემდე მომყვება კუდად რა, რომ აი ოღონ ჩვენ არ გვაქვს ეგ, მაგრამ მაინც გარედან ხედავ პრობლემას, რომ აი ბევრი გავაკეთოთ. ბევრი და თითქოს ხარისხი არა უშავს რა, ხო მიდის, ხო წაიღებს. ხო გიდასტურებს ის და ანუ ხო და აი ხო ჩვენ მარტო დასტურისთვის არ ვაკეთებთ იდეაში. მე არასდროს ცხოვრებაში და არც მებო და არც ეხა ჰეიმაში ეგრე არასდროს არ ვაკეთებთ, რომ ხო დაგვიდასტურეს და მოდი მიეცი რა და არა. ანუ არ არსებობს, ხვალ ხო გავიღვიძებთ და დასვენებულ ყურზე მე არ უნდა შემწხვეს. ჩემი თავისა მე აქ უნდა ედ თოქში რომ მოვალ, მე მხრებში გაშლილმა უნდა ვილაპარაკო, რომ მე რაღაცა კარგად გავაკეთე ხა და მარტო იმის გამო რომ 10 კი არა 15 გავაკეთოთ და სწრაფად მივიღოთ რაღაცა, ნუ მან ფინანსური შედეგებია ხო? გული ვიშოვა ბიჭებო. ანუ მარტო ეგ არ არის, რა ნუ ჩემთვის არ არის და ნუ არც მებოსთვის და აი იმიტომ ვართ ესე საათივით რომ მუშაობს ყველაფერი, რომ ეგ მაგაზე თავიდან რომ შევთანხმდით და დავსინქრონდით. არ პრინციპში არც გულაპარაკია. პროცესის გვჯერა რა. პროცესის გვჯერა ხო? აი, შვენიერია. კი, რომ მოვა ადამიანებსაც უძრდით, ვინც ჩვენთან არიან. ვცდილობთ რომ მაქსიმალურად რომ შევატყობთ რომ ადამიანი ძალიან ნიჭიერია და უნდა სწავლა ისეთი თანამშრომელიც აგვიყვანია, რომელიც იმ მომენტში საერთოდ არ იცოდა ეგ საქმე. მართ გულწრფელად, მაგრამ აი რაღაცნაირად რო გრძნობ, რომ დეტალებზე ორიენტირებული, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი, აი ეხა საქმეების გადანაწილება რო ვახსენეთ, ერთი თანამშრომელი ყავს
თანამშრომელს ხომ ჩვენი გუნდის წევრი ხო, მეც დელგმა რომელიც აი დეტალებზე იმდენად აი არ ვიცი ეგრე გემრიელად კონკრეტულ დეტალს ალბათ იშვიათად ფილმი რო გააკეთა და ფილმს ვაკეთებდი, რაღაც ფილმს მუშაობდი და კარების გაღება გააკეთა 2 საათიან ფილმში. და რეჟისორმა, აუ ეს რა მაგარი კარების გაღებაო და კარების გაღებაზე ლაპარაკობ იმდენად დეტალურად იყო გაკეთებული, მაგრამ აი ეგრე გემოვნებით აკეთებს, აი როგორც ხელოვნებას ისე უდგება ნებისმიერ კარის გაღება არ არის რეალურად. გულისხმობ რომ შენ როცა ჯდები რაღაც პროექტის წინ, იქნება ეს რეკლამა, იქნება ეს ფილმი, იქნება სერიალი, იქნება რაღაცა თამაში თუ ანიმაცია, შენ უნდა გაიაზრო, რისთვის კეთდება ეს. ანუ შენ ბევრი უნდა ილაპარაკო იმ ადამიანთან, ვინც არის ამ იდეის ავტორი. ანუ რეჟისორთან, ან კრეატიულ დირექტორთან, ან შემოქმედებით გუნდთან, რომ რატო აკეთებენ საერთოდ ამას, რომ რისთვის აკეთებენ, ანუ კი, გავიგე რომ მუსიკა გინდა, გავიგე რომ ხმა გინდა, მაგრამ მე უნდა გავიაზრო რომ რა ემოცია გინდა რომ მე მოვიტანო იმით რასაც გავაკეთებ. რატო ვაკეთებ მეც ხომ უნდა გავიაზრო, მაგალითად შენ თუ ფილმს იღებ. იმიტომ რომ ხა შენ მე თქო რო ახსენა ფოლის ჩაწერა, იქ ვინც წერს, იმა უნდა გაიაზროს ეს რა პერსონაჟია. როგორ დადის ეს პერსონაჟი? ანუ აგრესიულია, მშვიდია, შიშარა. ხო, იგივე რეკლამაში ანუ მაგალითად ხა განსაკუთრებით აუდიო ბრენდინგს რო ვაკეთებთ ხოლმე სხვადასხვა კომპანიების, სულ კითხავთ რომ აი დიდი დრო მიდის იმაზე, რომ გავიგოთ ამ კომპანიას რა ხასიათით უნდა პოზიციონირება ბაზარზე. ანუ ვინ არის რა, იმიტომ რომ აი როგორც თქვენ ეკითხებით ლოგოს და ზოგადად ბრენდინგის დროს, რომ აი სანამ მოიფიქრებთ რა ფერებში იყოს ეს კომპანია, როგორი ლოგო ქონდეს, ხო ბევრს მსჯელობთ, ხო რომ რა ხასიათია, ვინ არის, ანუ ინტერვიუები გახდება. ზუსტად და ჩვენს დაახლოებით იგივეს ვესაუბრებით სააგენტოებს, რომ აი რას ვაკეთებთ, რატო ვაკეთებთ, რომ ანუ რო ჩაირთვება მაგალითად ამ კომპანიის, აი რო დარეკავ ამ კომპანიაში და კონცერტი კი არა რო თავა იმ კოლზე და მოლოდინის რეჟიმში როა აი რო გაგიკეთოთ მუსიკა რა განწყობა უნდა რა კომპანიაში რეკავს ადამიანი და აი ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რა იმიტომ რომ სხვა ჟღერადობაზე წავალთ რაღაც ფინანსურ ორგანიზაციებს და სხვა ჟღერადობაზე წავალთ აფთიაქებთან და სხვა ჟღერადობაზე წავალთ რავი ან ტექნიკის მაღაზიაზე აბსოლუტურად მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ლაპარაკია ყველაფერი რა ახლა პრინციპში რო გისმენდით, ანუ ზოგადად ამ პოდკასტის მუღამიც ეგ იყო, რატომაც გავაკეთე, რომ იმდენი პროცესი არსებობს, აი იმ ვიდეოების მიღმა და იმ რეკლამების მიღმა, რასაც უყურებთ, ხო, აი მარტივია, რომ რაღაცა ვიდეო დაიდება და კომენტარებში ვიღაცა დაგიწერს, რომ მარკეტინგი გაუშვით, ხო? აი სიტყვაზე ხო არის ხოლმე ეგეთი რაღაცები, რომ რას ეწევით და რაღაც ეგეთი კომენტარები და ანუ ეს პოდკასტი იმას ემსახურება არა თუ რას ვეწევით, ანუ როგორ კეთდება რომ გავიგოთ რა ხო ანუ თუნდაც აი მარტო ხმა ეხა დღესაც საუბრობთ ანუ იმდენი პროცესია ეხა თქვენ რასაც ყვებით რომ დარწმუნებული ვარ ის ადამიანები რომლებიც არ არიან ესე გათვითცნობიერებულები ამ ინდუსტრიაში ცოტა სხვა თვალით შეხედავენ ამის შემდეგ სხვა იმ რეკლამას და თუნდაც იმ კარის გაღებას და უკვირდება იმ ხმას და რამდენ ადამიანს აქვს ნამუშევარი ესე ერთი ხელის მოსმით რო არ ჩაუყაროთ ხოლმე ზოგადად ამ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს სხვა წლი მინიმუმ რაღაცა აზრი სწორად გავთქვათ ხო ხო იცი ბოლო წამს რო უკვე ბოდიში უცბად ბოდიში რო გაგაწყვეტი აი ბოლო რო არის ხოლმე რომ აი ხო ის ძალიან რო ეჩქარებათ მაგალითად და რაღაცა კომენტარი მოვიდა რომ მუსიკაზე და აი რამდენ ხანში იქნება და მე ვეუბნები რომ ნეტა ეგრე მალე შეიძლებოდეს მუსიკის დაწერა ანუ ღერთო რა მაგარი აი ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვიქნებოდით რომ ესე შეიძლებოდეს რომ მუსიკა გიო მუსიკა გინდა 2 საათში მუსიკა გიქნება ნებისმიერ ჟანრში თან ბეთქო მუსიკა პრობლემა არა ეგრე ვეხურები ხოლმე და მე ვუხსნი უბრალოდ რომ აი თუ გინდათ იმიტომ რომ ჩვენ ანუ მაგალითად პირველი დღიდანვე ქართულ ბაზარზე იყო ეგეთი მცდელობები რომ აი არის ხოლმე რომ აი Queen-ის ტრეკი გვინდა აი უბრალოდ აი მოდი აი რამე შეცვალეთ რომ ვერ მიხვდნენ რომ Queen-ია და მაშინ თან აი მართლა ერთ ოთახში ვისხედით და რეალურად ფიქრობდით იმაზე რომ ქირას გადავიხდით თუ არა ანუ პირველი დღეები იყო ჰეიმასი აი ძალიან ესე გადავეშვით თავით ოთახი ვიქირავეთ ერთი ლეპტოპი ქონდა ეს მუშაობდით და ნუ დინამიკები რაღაც და აი მაგიდა და რაღაც და აი ეგეთ იმ პერიოდში იყო ეგეთი შეკვეთების მცდელობები და მაშინვე გადავწყვეტეთ რომ ეგეთ რაღაც არ ვაკეთებთ ანუ ჩვენთან რაც იქრება არის ჩვენთან შექმნილი ანუ არაფერი ორი ნოტის შემიცვალე რომ საავტორო არ მოაგდოს და ფრედი მერკურის მემკვიდრეებმა არ გვიჩვენა ანუ არ ვაკეთებთ ეგეთ რაღაცებს და შესაბამისად ჩვენთან სულ მაგას ვუხსნით რომ უფრო მეტი დრო სჭირდება იმიტომ რომ ჩვენ ანუ ნებისმიერ რაღაცას რო ცვლი მონტაჟში ნებისმიერ რაღაცას ჩვენ შესაბამისად იგივე დრო გვჭირდება რაც რომ
ანუ მართლა აი ბეთხო მახსენე რომ გვიყვარს რაც ვაკეთებთ. გვინდა რომ ყველა პროექტი რაც გავიკეთებია, მართლა გულწრფელად შეიძლება აი რამდენიმე იყოს, სადაც უბრალოდ რაღაცა აი ისე წავიდა რომ საბოლოოდ მაინც მოგწონს, მაგრამ შეიძლება თუდად გვახსენდებოდეს რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ჩვენ საიტზე რო შეხვიდეთ და ჩვენ პორტფოლიოს გადახედოთ, ყველა პროექტით ვამაყობთ რა. თუნდაც იმით ვამაყობთ, რომ ხვდებით როგორ გავიზარდეთ 4 წუთში. ეგ ძალიან მაგარი შეგრძნება. ისე აი, კაი, ნუ ფილმი კიდევ უფრო ჩემი გადმოსახედიდან რა, მოდი რაღაც ისეთ ინტრიგნულ შეკითხვას დავსვავ რა, ხა რომ რაღაც ვიღაცების გულიც მოვიგო მაყურებლების. ანუ ფილმი ოკეი, კაი, გასაგებია, მაგრამ აი რეკლამაში რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ხმა და აი ეგ გახმოვანება, აი რამდენად ცვლის და აი რა პროცენტი უჭირავს ხარისხში რა, აი რომ თქვათ რომ აი 50% ხმაზე მოდის მაგალითად რა. ჩემი აზრით 50-50-ზე არის. ანუ რეკლამასაც გააჩნია, მაგრამ ძირითადად რაც ვმუშაობთ ხოლმე. ხმა უბრალოდ ეხმარება და აძლიერებს იმ მესიჯს, რისი ჩადებაც უნდა სააგენტოს, ხო, იმიტომ რომ თუნდაც ლაპარაკი რო ჩავწეროთ, კარგად ჩანაწერი რო იყოს, კარგად რო ისმოდეს, თუნდაც ის რა უნდა ჟღერდეს ვიდეოში და საუნდ დიზაინი როგორ უნდა იყოს, რა დეტალებით უნდა იყოს გაკეთებული. არ სულ მაგას ლაპარაკობთ ჩვენც, ხო, ანუ რომ აი რა არის 50-50-ზეა რა ყოველთვის. არ განსხვავდება კინო და რეკლამა. თუდად გაკეთებულმა ხმამ შეიძლება თქვენი სათქმელი დაკარგოს. ხო, აბსოლუტურად. კარგი იდეა გააფუჭოს. კი და შეიძლება ვერც გაიაზროთ და ისე გააფუჭოს ხმამ. უბრალოდ და რატო ჩავარდა კამპანია და იმიტომ რომ აი მთავარი ვიდეო რაც გაუშვით, უბრალოდ არაფერი არ ჟღერდა იქ ლაპარაკის გარდა და არც მუსიკა იყო კაი და არც საუნდი უკან არაფერი არ ხდებოდა. ანუ მაყურებელმა რო ნახა ვერ იგრძნო. ის რაც თქვენ პროსტა უკვე ზეპირად იცით, იმიტომ რომ კითხულობთ, ხოვით ბრიფიც იცი და ყველაფერი და შენ ხვდები რატო რა არის, მაგრამ მაყურებლისთვის ხო არ არის მაგდენი ცნო. ზოგჯერ რეკლამა მოდის ხოლმე ვერ ხვდები რა ხდება. სანამ ხმა არ გაკეთება, სანამ მუსიკა არ ბრიფიც რომ წავიკითხო, მე ცოტა სხვანაირი ტვინი მაქვს. პერჯული ხოლმე სანამ დავიწყოთ მუშაობა და მე სანამ ბოლომდე აი რაღაც ეტაპამდე არ მიდივართ ხმის და მუსიკის, რაღაც დეტალებს ვერ ხვდები ხოლმე და მე ხდება გასაგები რომ აი თურმე და პეტროს აქვს სრულად აუდიო ტვინი. ხო, აბსოლუტურად. სამყაროს აღიქვამს აუდიოთი. სანამ კეთებასთან არ დავიწყებ, აი რომ ვილაპარაკოთ, აი შუშის თვალებით უკვე ხო, მაგრამ ჯრებით ვიწყებს და გასაგები ხდება და მაყურებელის ხო ეგრე არის, მისთვის მნიშვნელოვანია რომ ყურშიც შედიოდეს ტვინი, ყურიდან შედიოდეს ტვინში რაღაც. ერთს დავამატებ, რაც ასევე მე მგონია მნიშვნელოვანი და ჩვენ ხშირად გვილაპარაკია მაგაზე, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად აი ლუდის კომპანია, რომელიც აკეთებს ლუდის რეკლამას, ხო? ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ლუდის დასხმას როგორი ხმა აქვს რა. ანუ გულისხმობ რას რომ გასაგებია რომ YouTube-ზე შეგიძლია ჩაწერო ear pouring free sound რაღაცა და მემონტაჟე მიატო. ანუ არანაირი პრობლემა, რა თქმა უნდა, პირიქით, ოკეი. მაგრამ ეგ არის ის ხმა, რომელსაც ყველა გამოიყენებს. და აბსოლუტურად არაფრით შენი ბრენდი გამორჩეული არ იქნება სხვა ბრენდებისგან. იმიტომ რომ აი მე ვცნობ ხოლმე გულწრფელად სხვა რეკლამას, რომელიც ჩვენ არ გავაკეთებია, რომ თქვა ხომ აი თანამშრომლები რო აყვავს და რო ვასწავლით, პირველ რიგში ვასწავლით არის ის, რომ არასდროს არ უნდა გამოიყენონ basic და პირველი ხმა რაც შეხდება. ლუდი და ეგრე რო აუცილებლად უნდა დაამუშავონ, აუცილებლად გამოყენებული. ხო, იმიტომ რომ ანუ ჩვენთან იმიტომ მოდიან ჰეიმაში, რომ არ უნდა 1000-ჯერ გამოყენებული იყოს ის, რაც მათგან გაჟღერდება. იმიტომ რომ ჩვენთან რაღაცისთვის მოდიან. ჩვენთან ანუ მართლა გულწრფელად ბოლო პერიოდი განსაკუთრებით თუ მოდიან უკვე მართლა მოდიან ისეთი ადამიანები, ვინც იციან რისთვის მოდიან ჩვენთან. იმიტომ რომ უბრალოდ აი პატარა რაღაცა პატარა იმეებისთვის, რომელსაც იდეაში მემონტაჟეებიც აკეთებ, იმაზე უკვე აღარც კი გვირეკავენ. ანუ ერთი მხრივ თავიდან თითქოს გვაწუხებდა რომ გვინდოდა ეგენიც გვეკ, მაგრამ მე მივხვდით რომ ეგ კარგი გზაა, კაი გზით წავედით, რომ ანუ რეალურად იციან რომ თუ ხვდებიან რომ უნდათ ადამიანებს რომ მათი რეკლამის, მათი ბრენდის, მათი პროდუქტის ჟღერადობაც გამორჩეული იყოს და ვიდეოში საუნდითაც გამორჩეული იყოს, იციან რომ უნდა მოვიდნენ ჰეიმაში, იმიტომ რომ ჩვენ დავჯდებით და ბევრს ვიფიქრებთ, სანამ გავაკეთებთ მათი ბრენდისთვის რაღაც ლუდის დასხმას, ან რაღაც ბოთლის გახსნას, ან ნებისმიერ საუნდს. იმიტომ რომ ეს არ იქნება რაღაც generic პირველი საუნდი და თუმეტეს ჩვენი ბაზები გვაქვს, რომელშიც ანუ რეალურად პირველ დღიდანვე მთელი რესურსი, მთელი შემოსავალი ჰეიმასი მიდის ჰეიმას განვითარებაში და გაზრდაში. მათ შორის როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ტექნიკური რესურსით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მუდმივად განაახლო ბაზები, მუდმივად განაახლო შენი ხმები, რომელსაც იყენებ, მუდმივად განაახლო მსახიობების ბაზა, რომელსაც იყენებ, იმიტომ რომ აი ტელევიზორში ჩავთოთ, შეიძლება ეტეგი მსახიობი იყოს 7 კომპანიის რეკლამაში და მე მან ვერ ხვდები ხოლმე რომ
რავი ხალხო სახეობის ხმა. ხო ხმა ამ შემთხვევაში ხმას გულისხმობ რომ კი კარგია ეს მაგრამ ანუ ცოტა ეცადეთ თქვენი ხმა იპოვოთ ცოტა სხვა იმიტომ რომ ბევრი ნიჭიერი მსახიობი მე ვცდილობ ხოლმე რა რომ აი ვიცით მსახიობები იმიტომ ძალიან დიდი კასტინგი გქონდა წლის დასაწყისში ძალიან ბევრი მსახიობი გავტესტეთ და კარგი ბაზა გვაქვს რა და ვცდილობ ხოლმე რომ ცოტა ახალი ხმა შევთავაზო რომ მესმის რომ ეს ხმა კი ნაცადია და მუშაობს მაგრამ მოდი აბა გამოორჩეული რო გახდე შენი ყური რომ მიჩვეულია მიდიხარ ისევ სტანდარტული იმან ხო გამოიყენა იქ და ნახე რა კარგია და მეც ეგეთი მინდა მაგრამ უნიკალურობას გაკლებს უნიკალური ჩემი რჩევა იგი იქნებოდა ყოველთვის რომ ეცადეთ რომ მსახიობითაც შეიქმნათ უნიკალურობა რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი რომელიც აი ზადარი რომ ძალიან თან ისეთი ბაზა გვაქვს აბსოლუტურად როგორც მსახიობებიც კარგები არიან ხმაც კარგი აქვს დიქცია და განსაკუთრებით აი მარტო ან ჩვენ პროფესიონალური კასტინგი გქონდა რა ანუ სერიოზული რეჟისორი გვეჯდა მეტყველებას უდასტურებდით ამ მსახიობს ანუ ყველაფერი აბსოლუტურად ყველა ის გავლილი აქვს ფილტრი ჩვენ მსახიობის ბაზაში რომ როგორ მეტყველება მკითხულობენ ნებისმიერ დრო შეგვიძლია წიგნი ჩავწეროთ ჩვენი მსახიობებით რა ნებისმიერი რამე რა და ჩაგვიწერი აუდიო წიგნები წყობაში ხო ეგ და რეებს ვაკეთებდით რომ ახსენეთ ხო ამიტომ მე მაგ ეგეთი ის ბოდიში რო გავწყვეტინებ ესეთი კითხვა რო პროცესს შეეხება ჩემი კითხვა აი ხა მე ვარ სააგენტო რომელსაც გადავწყვიტე რაღაც იდეა გვაქვს კლიენტთან რაღაც გადავიღეთ ვიდეო პირობითად თუ გადასაღები მაქვს ანუ ესე დავსვა იმიტომ რომ თვითონ პროცესი მაინტერესებს აი თქვენ გიკავშირდებით და გეუბნებით რომ აი რაღაცა გვაქვს მოგიყევით იდეა და რავი გვინდა რა ერთ კვირაში თუ შეგიძლიათ ეს ხმა რომ მოგცეთ მე ჩვენც აქედან გატყუებთ ვადებს იმიტომ რომ ვიცით რომ მაინც ხო ყველა თადარიქს იჭერს მაგაცი რომ ჩვენ აღარ გვატყუებენ იმიტომ რომ ჰეიმა არა გვიანებს ეგ კაი თემა არის მართლა ანუ გულწრფელად ეხა ხო და აი ეგ რა პროცესია მოკლედ ეგ რომ მოვყვეთ რა ხო ეგ პროცესი თქვენ რაც ითხოვთ ანუ ბრიფი გჭირდება თუ არ აი ეგ რო თქვა რაც მასალა არსებობს ანუ რაზე თქვენ მუშაობთ ჩვენც პრინციპში იგივე გვინდა რომ შევიქმნათ ანუ იგივე ნავში ვიყოთ სადაც თქვენ გინდათ რა მოვიფიქრეთ თუ აი კომპანიამ რა ბრიფიც გამოგვიგზავნა რაზეც ჩვენ იდეა მოვიფიქრეთ ეგ ბრიფიც საინტერესო თუ აი რა დონეზე უფრო რა იცი აი თქვენთან რომ მოვა მაგათ კომპანია თქვენ შეგეხმიანათ გითხრათ რომ რაღაც მოგჭირდება რომ აი მის გაყიდვები გავზარდო და მომიფიქრეთ რა მე თქვენ წახვედით შემოქმედებითი გამოსავალი მოუძებნეთ და მოიფიქრეთ ჩვენ იმის ცოდნა გვჭირდება რისთვის მოიფიქრეთ ეგ შეიძლება იმ კომპანიისგან მიღებული ინფორმაცია ჩვენ არ გვაჩვენოთ მაგრამ ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ მაგალითად რომ რისთვის არის ეს რეკლამა ანუ რისთვის რატო რომ ჩვენ სწორად მივხვდეთ რა რომ ეს რეკლამა არის იმისთვის რომ მაგალითად მაყურებელმა გაიგოს რომ კონკრეტული ტექნიკის მაღაზია არის ერთადერთი მაღაზია ბაზარზე რომელიც ზრუნავს მომხმარებელს იმიტომ რომ მართლა ხო შეიძლება სხვები არ ზრუნავენ არ ვიცი ეს პირველ მაგალითად ანუ ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ რა უნდა მიიღოთ თქვენ ანუ რისთვის იღებთ ამ ვიდეოს იმიტომ რომ რეალურად ხო თავიდანაც ხოთაშორის აი პირველ 2021 წელს ბეთხოს კიდე ფრილანსზე ქონდა გამოცდილება და მე მართლა გულწრფელი არ მქონდა რა ბეთხოს ვეხმარებოდი ხოლმე ფრილანს პროექტებს რო იღებდა რამე დიდი პროექტი რო იყო სადაც ხმაც იყო და მუსიკაც გასაკეთებელი და სადაც შეიძლება უთქვათ სიმღერის დაწერაც ყოფილიყო და მან უკვე ვერთვებოდი რომ აი ერთად გავგეკეთებინა პირველი პროექტი რომელიც ეგრე გავაკეთოთ იყო ჰანსენ გრუბერის ნონა გაფრინდაშვილ თბილღვინოს რეკლამა იყო ნონა 2021 წელს ან მაგ ვიდეოთი შევედით ქართულ ბაზარზე. ოღონდ ეგ ვიდეო გავაკეთეთ ჯერ ფრილანსერებმა. და მანდ მივხვდი მე პირადად რომ ძალიან მომწონდა პროცესი. მე იქამდე არ მიფიქრია რა, იმიტომ რომ არ მიფიქრია რომ მე მუშავა ამ სფეროში. იმიტომ რომ ვარ მუსიკოსი, ხო? ჩემი პირველი ბექგრაუნდით რა. მაგ პროექტზე შემომიტყუე. თუ ჩერეს მუსიკით მომიდგა და აქეთ მაგრამ მაგაში რომ ფული გადაუხადეს. იყო შოკი. და მან რა იყო, იცი თავიდან ანუ რომ მიგზავნიდნენ ანუ მე თვითონაც არ მქონდა ეს და არ ვეკითხებოდი ბევრი ინფორმაციას და უბრალოდ ვიწყებდით რა რაღაც მუსიკის კეთებას და მე ანუ ჩვენივე წარუმატებლობებზე ანუ ჩვენ რო გავიჭედეთ მივხვდით რომ უბრალოდ იმიტომ ვიჭედებოდით რომ განა რამე არ შეგვეძლო არ გქონდა ბოლომდე გააზრებული მაგალითად რომ ეს ადამიანი რომ მოვიდა ჰეიმაში რა უნდა რისი მიღება უნდა დღეს მაგიტო ანუ დღემდე ეგ არნიშნავს რომ გამოცდილი რო ხარ მე აღარ უნდა ელაპარაკო პირიქით ანუ გამოცდილება გასწავლის მაგას რომ ბევრი უნდა ელაპარაკო ანუ
ხანდახან წინასწარ ვაფრთხილებ ხოლმე ხალხს, რომ კოლებზე ბევრი კითხავს სვავ ხოლმე რა. საი ძალიან ბევრი კითხავს რომ მართლა, იმიტომ რომ მე უნდა მივიდე ბეთხოსთან. თქვენ ბრიფს იკეთებთ კი, ანუ ნახე აი ჩვენი ბიუროკრატიულად დალაგებული ესე ვარ. მე ვესაუბრები კლიენტს, სააგენტოს ამ შემთხვევაში, მე ვაგროვებ აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას რაც ჭირდება და მე ამ ინფორმაციით მივდივარ ბეთხოსთან. ბეთხოს ვაცნობ მთლიანად ამ პროექტს. ვეუბნები რომ აი ეს არის, ეს გვჭირდება, ეს უნდა მივიღოთ. მე ვხვდებით მე და ბეთხო და ვსჯელობთ, როგორ დავგეგმოთ, ვინ უნდა ჩავრთოთ, თუ მუსიკოსი გვჭირდება ვინმე, ვის დაურეკოთ, თუ როგორ გადავანაწილოთ, თუ რაღაცა საუნდი როგორ. დიდი პროცესია, ასე რომ ბრიფი აუცილებლად გვჭირდება, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ რისთვის არის რა. ერთ-ერთი ის გავაკეთეთ ლივინგსტონთან ბავარიას რეკლამა იყო შეშლილი ოჯახის ლუდი. ესე ერქვა. აი ჩვენ რო ეხა არ გვცოდნოდა რომ ეს იყო შეშლილი ოჯახის ლუდი. ვერ გავაკეთებთ. ხო, უბრალო რეკლამა გამოვიდოდა, მან პატარა დეტალებზე თითქოს არის საუბარი, ხო, იქ რაღაც საუნდში, მაგრამ აი ეგ რო გავიგეთ, რომ ცოტა ვერ იყვნენ. ხო, აი შეშლილია, ანუ იდეა იყო რომ ეს ოჯახი შეშლილია, შეპყრობილია, ისე უყვა, აი გიჟებიან, ლუცხარშავენ, რომ აი ამით ცოცხლობენ, აი ცოტა მანიაკალურად უყვართ ლუდის ხარ. ანუ ეგ საუნდში როგორ შეიძლება რომ გადათარგმნო, რომ ანუ შენ ესე იგი საუნდი გჭირდება, ცოტა ქაოტური, ცოტა გამოკვეთილი, დეტალებიც გინდა. იქ რაღაცა ხდება, ხო, ანუ მარტო ის კი არა, რასაც ხედავდა, ჭიქა გადადოდა, ლუდი ჩამოასხა და ქარხანა მუშაობს. და მუსიკაშიც დავისხრივ. და მუსიკაშიც, მუსიკაზეც გამოწვევები იყო, იმიტომ რომ მანდაც ანუ საუნდს და მუსიკას მან ეჭირა ზუსტად 50-50%, იმიტომ რომ ის საუნდიც რაღაცა ძალიან ენერგიული იყო, საუნდი კი არა, მუსიკა და საუნდიც მოყვებოდა, ხო და აი მანდ ეგ ბრიფი რო არ გწოდნო და გამოვიდოდა უბრალო რეკლამა, ანუ გავაკეთებდით, მაგრამ გამოვიდოდა რა რომ მოვიდოდა მაგალითად, რა ვიცი, კრეატიული დირექტორი, ემილი იყო მაგ პროექტზე მგონი, ხო? ემილი გვეტყოდა რომ აი ეს ქენით და ჩვენ უბრალოდ გავაკეთებდით რაღაცას, მაგრამ გააზრებული არ გვექნებოდა რატო ვაკეთებდით ამას რა. და შესაბამისად, ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეს ძალიან კარგი. და აი ეხა მებომ მოაგროვა ეს ინფორმაცია, მოვიდა შენთან. მე რა ხდება შიგნით? ჩვენ ვსჯელობთ მე ხა ვადებს ვადგენ რა, ვადები. ვადებზე მიდის მე ვსჯელობ, როდესაც პროცესი ხო, აი როგორ კლიენტებს ვადებს მე ვერ ვუყურებ. რატო იცი, აი მე ძალიან მინდა რომ ეს დეტალურად ავხვწროთ, იმიტომ რომ სააგენტოებზე არ არის უფრო მეტად აქ საუბარი, ხა სააგენტოებს ასე თუ ისე გვესმის რა პროცესები მიმდინარეობს რა და რამდენად ღირებული საქმე კეთდება. ხანდახან დამკვეთების მხრიდან არის ხოლმე ცოტა ზერელე დამოკიდებულება ამ საკითხზე, რომ აი რა მუსიკა ხმა რა უნდა ამის გადა დღეს საღამოსვე გამომიგზავნეთ რა, ხო ხდებიან და აი ეს მინდა მაგისთვის რომ ანუ იცოდეს თუნდაც იმ მარკეტინგის მენეჯერმაც რომლის ვიდეოზე სააგენტო მუშაობს რა პროცედურებს გადის თუნდაც ის ხმა რომ სანამ მასთან მივიდა. სუფთა ტექნიკური კუთხით რო გავიაროთ, აი გავიარეთ ხო ბრიფი რა. ვადებს მე ვიტყვი შენ ტექნიკური. ხო და აი დავგეგმეთ რომ მე ვაკეთებ საუნდს, ლევანი აკეთებს მუსიკას, ანუ პირველ რიგში ანუ სუფთა ტექნიკურით ჭირდება სეტზე ჩაწერილი ხმა, ხო, ანუ რაც არის, რაც შევწერეთ. ეს ყველაფერი დაალაგდეს. ეს ხმა უნდა გასუფთავდეს. უნდა ვნახოთ აბა გადასაწერი ხო არ არის რამე. მე voice overs წერთ ხო, ან თუ არ არის ჩაწერილი, ან voice over უმნიშვნელოვანესი ნაწილი. სახებს იქნება არცალია, ან იქნება ასარჩევია 10 კაციდან, ხო? ეს ყველა მე ვიწყებთ საუნდს, მე მუსიკა, მე ეს просто ერთ დღეში როგორ მან ჩვენ ვიღებთ ალბათ ყველაზე სწრაფ ხარისხთან ერთად ყველაზე სწრაფად ჩვენ შეიძლება მუშაობდეთ, ვინც ვახერხებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად ხარისხთან გავაკეთოთ რაღაცები. მაგრამ არარაციონალურად არაზოს არ ვხვდებით ხოლმე რა, ანუ ყველას ვეუბნებით, რომ მაგალითად მუსიკის პირველი მონახაზის იდეა რო გამოგიგზავნოთ, ვიღებთ ხოლმე სამუშაო დღეს. მერე ეგ როგორი ამბავია იცი, რომ შემოქმედების პროცესია შეიძლება პირველივე აკორდი ისეთი გამოგვივიდეს, რომ მივხვდეთ, რომ მოდი უკვე ვაჩვენოთ სააგენტოს რა, იმიტომ რომ მაგარია. მაგრამ ვერ აიღებ მაგ პასუხისმგებლობას, იმიტომ შეიძლება იმ დღეს ვერ ქნა ვერაფერი. მეორე დღეს ქნა, ან მესამე დღეს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სამუშაო დღეში რამე ვერ გაგვიგზავნოს. საუნდზეც ეგრე ვიღებთ, გააჩნია ქრონომეტრაჟი, რა თქმა უნდა, მაგრამ მინიმუმ 2 დღეს მაინც ვიღებთ ხოლმე, რომ პირველი დრაფტი ვაჩვენოთ. პირველი რომ კარგად ვაჩვენოთ რა. არის ხოლმე რაღაცა, რა თქმა უნდა, ეხა ვითვალისწინებ ჩვენი პარტნიორების, იმიტომ რომ მართლა ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მეგობრობთ და ვითვალისწინებთ და ნუ აი მუშაობთ ოვერთაიმზე რაღაცა, მაგრამ რეალურად ანუ 10-დან 7-მდე რომ იმუშაო და რაღაცა შეუძლებელია რომ რაღაც წუთნახევრიანი ვიდეოს საუნდ დიზაინი კარგად გააკეთო და მუსიკაც იმ დღესვე გააკეთო და გააგზავნო. შეუძლია თან დამტკიცდეს და გაუშვოთ. ანუ ვიღებთ ხოლმე რა
მე ვეუბნებით რომ დამკიც ფიდბექია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ დავუშვათ სამუშაო დღეში გამოგიგზავნეთ თქვენ პირველი მონახაზი მუსიკის. მე თქვენ თუ ერთი კვირა მაგალითად ძირითადად ალბათ კლიენტები აგვიანებენ ალბათ ვიდრე სააგენტო, მაგრამ დავუშვათ კლიენტმა ან სააგენტომ ერთი კვირა დააგვიანა პასუხის თქმა. ეს ნიშნავს რომ ეს დედლაინი ერთი კვირის მერე, ანუ ჩვენ ვეუბნებით რომ პირველი ხო, მანდ ერთ ჩანართს გავაკეთებ, რომ სააგენტო უგზავნის არა მარტო ხმას, ანუ ცალკე ხმას ხო არ უგზავნის, უგზავნის ვიდეოსთან ერთად. კლიენტი ძირითადად ხმაზე ბოლოს არის ხოლმე ალბათ კომენტარი, რომ იქ ჯერ კადრებს გაცვლევინებს, მონტაჟი გიცვლის, რაც მე თქვენ შემთხვევაშიც იცვლება მე ხათები აბსოლუტურად. ანუ ბევრი რაღაცა არის ხოლმე რა, იქ რაც არ უნდა უთხრა დამ კლიენტს, რომ იცი რა არის, ეს არ არის საბოლოო, ეს დრაფტია, ეს ჩაკეტილი მონტაჟი არ არის, ეს რაღაც აი მაინც გზადაგზა სრულდება არის და მე მაშინ იცი რა თუ გვინდა რომ ვიღაცას რაღაცები ვთქვათ რომ ერთ ვისურვებდი რას რომ ჩვენ ყველას ვუხსნით ხოლმე იმას რომ აი ნებისმიერი ერთი წამი კი არა აი სამი ფრეიმი აი ერთი ფრეიმის ამოღებად ვიდეოში ჩვენ გვიცვლის ყველაფერს ანუ იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავხსნათ პროექტი უნდა გადავაწყოთ უნდა შევთვალოთ დაახშეთ მოდის ხოლმე ვიდეოები რომ აი დავუშვათ აი 20 კადრია და აი 20-ვეში ერთგან დასაწყისის ფრეიმია მოკლებული, ერთგან გაზრდილია, მეორეგან მოკლებული და თითქოს ხო არაფერი. ანუ კლიენტი შეიძლება თვლიდეს, რომ შემიცვალეთ, მაგრამ რეალურად ჩვენთანაც ეგ ოკეია, განა პრობლემა, უბრალოდ დროს გვიზრდის რა. ანუ მან გვაქვს ხოლმე ძირითადად ეგ კომუნიკაცია, რომ ნოლი პრობლემა, ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება ვიზუალში გვიცვლის აუდიოს. ვიდეოს შესული ვიდეოს მოხსენ ხმა ამოადე და მომეცი, ეგრე არ გამოვა, ანუ ბევრი დრო ჭირდება, ვაკეთებთ რა თქმა უნდა თავისუფლად. ხო, უბრალოდ დრო უნდა ხოლმე. ანუ ყველა ცვლილება პროცესში ჩვენ მხარესაც ზრდის ვადებს, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებრივად დრო გვჭირდება, იმიტომ რომ გადაწყობა ეგრე მარტივად არ ხდება რა. მე გადაწყობის დროს ნახე ტექნიკური ამბავი არის ეგეც, რომ გადაწყობის დროს იქ მოიჭრა, აქ მოიჭრა, მე ადმოადე და მე რო უსმენ სისწრაფეში რო აკეთოთ არ გადაამოწმო 100 ჯერ. უბრალოდ გაიპარება რაღაც. არასდროს არაფერი არ დაგმართნია ეგეთი. ზუსტად მაგიტო რომ აი მე ვეუბნება ადამიანებს რომ დრო გვჭირდება. იმიტომ რომ იქ მოიჭრა სიტყვა. всё, მე სიტყვა რატომ მოიჭრა? მე ისე მო ფიდბექი, მე და ეს ეს რაღაცა ბევრ პრობლემას შექმნის, რომ სიჩქარეში მუშაობა რა. გააჩნია პროექტის მოცულობას და პროექტის მასშტაბს მაგრამ ანუ რაღაცა 3 დღე გვინდა ხოლმე ყველაზე მარტივ რაღაცაზე რომ გავაკეთოთ რა ჩვენ ანუ ფიდბექი ეგრევე რო იყოს და კომენტარი იყოს უეჭველი და ისე ზოგადად ერთი პროექტი ხოლმე აი პატარა პროექტები ერთ კვირაში ვასრულებთ ხოლმე სრულად და დიდ პროექტებზე ხანდახან 2 კვირაც ვჭირდება ხოლმე გააჩნია პროექტის მოცულობას რა არ ყოფილა შემთხვევა რომ რაღაცა 3 კვირა რამეზე ერთხელ იყო. ერთხელ იყო, მაგრამ იგი იმიტომ რომ უბრალოდ მუსიკა იცვლებოდა, ანუ იმიტომ არა რომ რაღაც ვერგო, უბრალოდ გადაწყდა რომ 3 მუსიკა გავაკეთეთ. ანუ მუსიკას თითო კვირას სჭირდება ბუნებრივად და შესაბამისად მაგან ისქნა გაზარდა. არა ის რო იყო. გვარა რო იყო ვიდეოში, დამოვიწყდა იმ სახელი. ეგ დიდხანი მე რო ვაკეთები თუ მაგრამ არავის მაგრამ ჩვენ უბრალოდ მაგაში მოლოდინის რეჟიმი ხონდა უბრალოდ რაღაც პროექტები არის ხოლმე რომ ჩვენ მაგას ვერ ვიგებთ ეგ ფერი ხარია რომ აი პროექტი ან თქვენ გემატებათ ჭაღარა ანუ აი on hold რეჟიმში ვართ ხოლმე აი მოვიდა მე რო რას ველოდები გამოიწერე და მე მართლა ჩემი ყოველი დილა იწყება ეგრე რა ანუ სამსახურში რომ მოვდივარ როუჯდები სტუდიაში ჩემ ლეპტოპს გავხსნი და ესე გადავხედავ, ანუ ჩვენ გვაქვს ესე სია პროექტების, რომელიც მიდის და პროექტების, რომელიც უნდა მოვიდეს და მე ხო, ანუ workflow ხო ეგრე უნდა გავაკონტროლოთ, რომ ვიცი, რომ იმ კვირაში მოდის 3 ახალი პროექტი. მაგრამ ამ კვირაში ეს 3 ახალი მიმდინარე პროექტი ჩასახური გვაქვს და აღარ ჩანან. და მე ამ დროს ვიწყებ ნერვიულობას, რომ ეს 3 პროექტი თუ იქითა კვირაში გადავა. მე რა ვქნათ, იმიტომ რომ მაგრამ რაღაცებს ვახერხებთ ისე რომ აი ყოველ დილით რომ მეგობრებო რა ხდება ყველა ჩატებში შედივარ ხოლმე და დიამშტობის მეგობრებო ხო არ გვაქვს სიახლე მაგრამ ყოველთვის ვახერხებთ რომ კარგად დავგეგმოთ ეგამდე თუ სუპერ გუნდი ყავს და იმიტომ ჩაკითხვა რომ რას ეტყოდით სააგენტოებს ამ შემთხვევაში ანუ ეხა ეს არის საშუალება და პლატფორმა ეხა და აქედან ზოგადად არა კონკრეტულ სააგენტოს მივმართოთ მე მგონი რა პროცესი შეიძლება გავაუმჯობესოთ ჩვენ თქვენთან ურთიერთობის ნაწილში არ ვიცი აი ეგრო გააპდეითოთ სად არის გაჭედილი პროექტი ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეთოდი ავირჩიეთ პირველ დღიდან
მე და ვეთხოვ. საერთოდ მაგიტო გადაწყდა რომ გავუკეთებინა ჰეიმა. რომ ჰეიმას ისლანდიურად ნიშნავს სახლს. და ეს სახელი შემთხვევით არ მოვიფიქრეთ, თან ჩვენი საყვარელი ჯგუფი სიგუროსის ერთ-ერთი კინოა, რომელსაც ჰეიმა ქვია და მარტო იმიტომ არ დავირქვით, რომ სიგუროსი გვიყვარდა და სახელი მოგწონდა ჰეიმა. იდეა გვინდოდა ეგეთი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, ანუ ამ შემთხვევაში სააგენტოები, ჩვენთან რომ მოდიან, ანუ გარდა იმისა, რას ვაკეთებ, ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე. ამიტომ მე მგონია, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რაღაცას უკვე ვეუბნებით და მართლა ბევრი რაღაცა შეიცვალა ურთიერთობებში და ბევრად მე პირადად ბევრი რაღაცა უკვე გამიმარტივდა. ნუ მე მეგონა მენეჯმენტზე დაიწყო და ლაპარაკს და ამას მე ვიტყოდი და ეს უნდა მეთქო. მოდიში. ხო, ანუ სათქმელი შეიძლება აღარც არის, იმიტომ რომ მართლა ბევრს ვაპარაკობთ რა. იქ ჩაისვავთ, ყავას ვათ, ანუ ჩვენ გვინდა რომ აი ხა უფრო დიდი რემონტი გვაქვს, ახლა გადავდივართ უფრო დიდ სტუდიაში და იქაც შევინარჩუნეთ ეგ ამბავი, რომ არ გავხადეთ ძალიან სტუდიური ყველაფერი, ძალიან ცივი. ან ჩვენი გარემო არის რომ ხო, ფაერო სივრცეები არა გვაქვს. მეც დავამატებ რა, თორე მე სხვა თემაზე გადავალთ და სხვა შორის დავიწყეთ პოდკასტი, მაშინაც მინდოდა მეთქვა ეგ, რომ ჩვენ თანამშრომლებთან ერთად ჩვენი პარტნიორებიც იზრდებიან რა, ну ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა რა, იმიტომ რომ აი ეს მოსვლა და ჩაის დალევა, ну ყავის და საუბარი ბევრ რამეს, ბევრ კვანძს ხსნის, იმიტომ რომ ის დაძაბულობა რომ აუ თქვენ ვერ მოასწრეთ ან აი შემთხვევა მქონდა რომ რაღაც ვაკეთებ, აი ნუ აი აქ არის ხო ეს ჩვენი პარტნიორი გვერდზე მიდგას და საუნდს ვაკეთებ და წევ რომ აი საუნდი მივადი რაღაცა და ნერვიულობდა იმაზე რომ შეიძლება რომ ეს არ იყოს და მე ვუთხარი აი მართლა ისე რაღაცნაირად რომ შენი არის ანუ რასაც გინდა იმას გაკეთებ ხო მთავარი ხარისხენი გამოგვდის და გარდა იმისა რომ მე ამ პროექტს ჩემად ვთვლი პირველ რიგში თქვენი არის და უნდა გამოვიდეს ისეთი როგორც თქვენ რასაც თქვენ ხედავთ. ჩემთვის ეგ არის ჩემთვის დიდი кайფი არის რომ ჰეიმადან რომ მიდიან აუ რა კარგი იყო თქვენთან კიდე მოვალთ იმიტომ რომ აი ეს კომფორტი შევქმნით რომ გარდა ყავის და წყლისა აი ეს ადამიანური დამოკიდებულება არის ჩვენი მთავარი გასაღები რა იმიტომ რომ რავი აი მართლა ისე მიყვარს როდესაც ჩვენთან მოდის პროექტი და მოდიან ჩვენი პარტნიორები ისე მიყვარს ეს პროცესი და პროდუქტი როგორც ჩვენი სიმღერები და როგორც ჩემი მუსიკა და ყველაფერი რა და ეს არის დიდი ძალა რომელიც ჩვენ გაგვგოჩნია რა. ხო, ანუ ადრე მეცნიერობა ხოლმე, იცი რაზე მეცნიერებოდა, აი ცოტა მეცნიერებოდა ხოლმე, ხო იცი. სევდიანი მუსიკა უნდა. ხო, რომანტიკული მუსიკა. არა, გუცვად ცოტა ხო იცი, აი ახალგაზრდა რო ხარ, აი 21 წლის და ცოტა რაღაცებზე რო გეცინება, ცოტა ეს როგორ აი რაღაც Facebook კარდები რო არის რო საკეთე ის საქმე რომელიც გიყვარს და არც ერთი დღე არ იმუშავებ თუ რაღაცა ცოტა ესე უყურებდი ხოლმე რა და ჩემ დაუნებურად გულწრფელად მართლა აი აღმოჩნდი ისეთ ამბავში რომ აი არც ვფიქრობ ხოლმე რომ ვმუშაობ აი როგორ თქვა არ ვიცი მაგრამ ეგეთი რაღაც ავტომატურად აღმოჩნდი იმიტომ ის შემოგითრი ხო აი სხვა რომ ისეთი გარემო შევქმნით რომ მართლა ყოველ ძალიან მიხარია რომ მივდივარ რა აი მე ვერ წარმომიდგენია დილით სხვაგან სად უნდა წავიდე აი ჩვეულებაშიც რო ვარ და რაღაცა ანუ მაინც აი ძალიან აი რაღაცად მიხარია რომ შევდო რომ დავრუნდი აი ძალიან გამიხარია მე ვახ როგორ მომენატრე დაბრუნების სიხარული მეც უმაკ რომ ვახ ვიტ რამდენი ხანია ყოფილი ვარ და ხო ანუ ეგ გვეხმარება იმიტომ რომ ეს არის ის საქმე რომელიც უნდა ვაკეთოთ სულ და აქ ჩვენ თვითონ აი ვიკაიფოთ პროცესით ვერ გავაკეთებთ რა აი არაფერი არ ივარგებს არც ჩვენი გაკეთებული საუნდი არც ჩვენი გაკეთებული მუსიკა არაფერი ანუ სიამოვნებას ჩვენვე ვიღებთ პირველ რიგში იმიტომ რომ თუ სიამოვნება ვერ მივიღეთ იმ პროცესის აი ჩვენ თანამშრომლებსაც ვინც აი ბიჭები ვინც არიან აი ყველას მაგას ვეუბნებით რომ იკაიფეთ ანუ ისიამოვნეთ გაიაზრეთ რა უნდა მაგალითად აი რეჟისორები რომ მოდიან ხოლმე აი რავი ბორჩხა დიმა რავი ნებისმიერი ველაპარაკებთ ურეკავთ აი აბა გითხარი რა ხედვა გაქვს ამ ვიდეოზე რა გინდა რომ მოდი აი ცოტა მათ ყავში შედი დაინახე რას ხედავს რა ძალიან რავი აი ვინც მოდიან ეხა PSP ვახსენეთ და Playmaker-ი კოკა მარი ნუკა ისინი რომ მოდიან აი ძალიან გვსიამოვნებს იმიტომ რომ ბევრს მსჯელობთ ეხა PSP-ს პროექტზე ვიტყვი იმიტომ რომ მან ძალიან გამოწვევით სავსე პროექტი იყო, იმიტომ რომ რა ქვია, ანდროს ჩანაწერი ისე უნდა დაგვემუშავებინა, რომ გაგიგოთ. და როგორ უნდა როგორ გამახსენა ეგ ხო და მე მქონდა რომ რა ცუდი სიგნალია რაღაცა. მეტყო ტექნიკურ ამბებს გასაგებდებით გარიცდის. მაგრამ დავჯექით ერთად, ბევრი რამე ვცადეთ, აი თავიდან ვცადეთ, რომ მოკლედ AI გამოვიყენეთ,
კლონი გავაკეთეთ, დავატრენინგეთ AI, რაღაც ჩვენ ნაყიდი ბაზები გვაქვს AI-ის და წვრთნით, ასე ვთქვათ, ეს ვასწავლით რაღაცებს და ჩვენთვის იყო ახალი გამოწვევა ეს პროექტი, რომ მოდი, აბა როგორ შევძლებთ AI-ის გამოყენებას ჩვენ და ჩვენთვის ასარგებლო. დავატრენინგეთ, ამ დროს ინტერვიუები ჩამოვთვითეთ მილიონობით, აი რამდენი 3 საათის, 4 საათის მასალა შევაგროვეთ, იმიტომ რაც უფრო მეცასმენი, უფრო კარგად სწავლობს ამ ადამიანის ხმას. მაგრამ მე ანუ ჯერ არ ვუთხარით ეგრად თან სააგენტოს playmakers და მე უბრალოდ გავუგზავნეთ. და AI ისე, ანუ ანდროს ჩანაწერი, რომელიც მოვიდა და ჟღერდა ცუდად, მის AI კლონს მოვასვენეთ და იდეალურად გაიმეორა. მაგრამ მე აღმოჩნდა ეგეთი რაღაც, რომ ნახე აი მსჯელობა სად არის მნიშვნელოვანი სააგენტოებთან, რომ სააგენტო ცოტა კონცეფცია ერღვეოდა იმ გაგებით, რომ აღარ ჩანდა, რომ ეს ადამიანი გალიიდან ლაპარაკობს და ამიტომ სუფთა ჩანაწერი როგორ ჩაიწერა, ეს ხო თავისუფლებაზე არ არის ადამიანი და არის ციხეში. შესაბამისად, მე ნახე რა მოვიფიქრეთ, მეთქოს რა პრობლემაც ქონდა, რომ აუდიო ჩანაწერი, რომელიც ციხიდან არ გამოგზავნილი, ცუდად ისმინება. და მე მივედით აი ამ ცდელობაში და რომ უბრალოდ დამხმარედ მივაშველოთ და მოვადე ფენად და უკვე კარგად გვესმის ყველა სიტყვა გარჩევადი. და მე ისევ აი ეს პროცესი, ნახე აი როგორი პროცესი იყო, რომ ჩვენ ცადეთ AI, სააგენტომ გითხრა, რომ იცი რა, არ მოგწონს ეს სლადეი, იმიტომ რომ არ გვინდა რომ ესე სუფთად ისმოდეს. მე ბეთხოს აქ გაუჩნდა იდეა პროცესში, რომ სამაგიეროდ გამოვიყენებ, რომ უბრალოდ რო გვეტყვის დაკარგული ბგერი, იმიტომ რომ იქ სიგნალები ხო წყდება ის ლაპარაკობთ რაღაც. გამოიყენა ისმის და ეხლა ნახე ამის მე უცბად ნახე სააგენტოს, ანუ ჩვენმა ცდილობამ რომ რაღაც გვექნა, იმად გაუჩინა იდეა, რომ ბოლო კადრში ვიდეოში, სადაც ეს ადამიანი ჩანს, ეს POV არის ამ ადამიანის, იქ უკვე ისმის სუფთა ხმა. ანუ იდეა არის, რომ იქ არ არის თავისუფლებაზე და აქ ბოლოს თავისუფლება. მან პირველი დღიდან ვსჯელობდით, რომ ბიჭო აქ რა ვქნათ და აი მე აი მაგ მიგვიყვანა მან. თამაში და გაცვლა იყო რა, რომ მან ჩვენ რომ ბოლომდე არ გაგვეგო რა უნდა და სააგენტოს რატო აკეთებდა ამ ვიდეოს, რა უნდა ეთქვა ამ ვიდეოს, არაფერი არ გამოვიზრდა. სტანდარტულად მაგიდა რომ ამეტრიალებინა, რომ არ გამოდის ჩანაწერი არ მუშაობს. გინდა. ანუ პროცესია და ამიტომ შესაბამისად რაღაცნაირად ჩვენთვის აი ყოველი პროექტი რომელიც მოდის მაგით არის საინტერესო რა. აი მუსიკალური პროექტები მე ძალიან მიყვარს ხოლმე. მაინც მუსიკალური ბექგრაუნდი რომ მაქვს. მაინც გვიყვარს ხოლმე. ძირითადად 80% მაინც ხმის პროექტები გვაქვს. მაგრამ აი მუსიკალური პროექტები რო არის ძალიან გვიხარია ხოლმე. ხო. Livingston-თან ერთად გავაკეთეთ. მრავალი ხმა ერთი სამშობლო. მან იყო რომ 6 ერთმანეთიდან განსხვავებული მუსიკალ არტისტი, ანუ უნდა დაგვედუეტებინა და კარგად გაგვეჟღერებინა, რომ სათქმელი ყოფილიყო, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ხმა, მაგრამ ერთად ეს ხმა არის ჩვენი სამშობლო. და როგორ გინდა ეხლა რომ რაღაც ნინო ბაშარული და ერეკლე დეისაძე და რაღაც, მაგრამ დავსხედით, ვიმსჯელეთ ბევრი. ხო, მანდაც მსჯელობა იყო რა, და მცდელობები რა, ეს ნინო ბაშარული და დეისაძეს ტრეკი ჩემთვის აბსოლუტურად გამოწვევა იყო, მაშინ რომ მაგრამ მან თავარია რომ გავიგეთ რისი თავარი იყო რომ მანდაც გავიგეთ რომ რა უნდა და ამ პროექტს ეთქვა. რომ განსხვავებული ხმები ერთად იმდენად კარგად ჟღერენ, რომ ეგ არის ჩვენი სამშობლო. რომ მე შენ და ბეთხო შეიძლება რაღაც თემაზე სხვადასხვანაირად ვფიქრობთ, სხვადასხვანაირი აზრი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლო რა. აი, რამდენ ამაზე ვეცილაპარაკი. უკვე შეგვეძლო, აი ამით შეიძლება და დამთავრებულიყო ჩვენი პოდკასტი. ერთი კითხვა ბოლოსკენ მინდა ესეთი ის დავსვა, რასაც ყველას ვეკითხები ხოლმე. ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი, ხა ინდუსტრიას უყურებთ ხმოვანი ყურით. თვალი. ხო და ძალიან მაინტერესებს თქვენი შეხედულება ზოგადად სარეკლამო ინდუსტრიაზე რა, ადრე როგორ ვითარდებოდით, როგორ მიდიოდა წინ, დღეს სად ვართ, თქვენი აზრი შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ინდუსტრიას კრიზისი აქვს. არ ვიცი, შეიძლება ეგეთი აზრიც გაჩნდეს პირობითად. არ ვიცი, შეიძლება არა კრიზისი და განვითარდა ინდუსტრია, იმიტომ რომ ბევრნაირი ნამუშევრები გინახავთ, ხო და რა სიტყვით თქვენი აზრი? მე გამიმართლა, რომ რაღაც დასაწყისში ამ ინდუსტრიის დაბადება არ ქვია მაგას, ხო მან 80 მანამდეც ხო იყო ალუდა და რაღაც სახით როგორიც გახდა. ამ სახით როგორიც გახდა, მაგ დაბადების საწყისებში ვიყავი რა, რომ აი, როდესაც შეიქმნა პირველი აუდიო ბრენდინგი საქართველოს ბანკისთვის რაღაცა, მაგ ნაკადში მოვხვდი და გაიზარდა, მე მგონი, იცი რა გაიზარდა? ტექნიკური მხარე გაიზარდა, რომ საუნდ დიზაინერები და კომპოზიტორები გაიზარდნენ.
იმიტომ რომ ის როგორც დაიწყო ეს საჭიროება გეზი გაიზარდა და საჭიროება გაიზარდა და უცებ აღმოჩნდა რომ ვა ბევრი საუნდი მაგრამ ის გეზი რაც აიღო ამ ინდუსტრიამ მაგ გეზით მიდის წინ ხო არ ვიცი მე ვატყობ ხა მე თვითონ ამ 4 წელში ვატყობ მაგრამ ძველ იმას რო უყურებ ხოლმე ანუ უბრალოდ მან მაგალითად საავტორო უფლებები შემოვიდა იმიტომ რომ ხო ეგ 10 წლისიანი ვიდეოები შეგვიძლია ვნახოთ რომელსაც ადევს რავი ჯეიზის მუსიკა და არავინ არ ბლოკავს ამ ვიდეოს იმიტომ რომ მაშინ არც ვიცოდით ეს ცნება რა ჩვენი მომკითხავით არავინ იყო ხო აი რა უნდა აკეთხარ ეს რა და რა მაგარი ცხოვრება იყო ხო რომ მოდი ამ ვიდეოს დავადებ Radiohead-ს. მიდი და Radiohead-ი და ხო, მაგან შეცვალა რომ ანუ ამან რო გაჩნდა საავტორო უფლებების ცნება და ნელა ხალხმა დაიწყო გაცნობიერება რომ კომპანიებმა რომ იცი რა მე თუ მინდა რაღაცა უნდა გადავიხადო საავტორო უფლებების ფული, მაგან გამოიწვია რომ გაჩნდა საჭიროება რომ მაშინ შეიქმნას მუსიკა, იმიტომ რომ შენ James Brown-ის ტრეკს რომელიც $1,000,000 იღებს, ვერ აიღებ, იმიტომ რომ თუ გაქვს $1,000,000 კი ბატონო, მაგრამ ნუ ვერ აიღებ. მაგან გააჩინა საჭიროება რომ გაჩნდნენ მუსიკოსები, რომლებიც ქმნიან სარეკლამო მუსიკას. მერე როცა დაიწყო საუნდ დიზაინის ცნება ესე აქტიურად, შემოვიდა პოსტრედი რო გაჩნდა, მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვუყურებ, მაშინ არა, მანამდეც რო ვაკეთებდი მაგას რა, აი 2010-დან რო დავიწყე, აი 1-2 ხო, აი აქ ვიდეო გვაქვს და აი სანტა იყო ერთ-ერთი ბოგის, ხო? 2011 რომელიც ცეკვდნენ და აი ეხა რომ ვუყურებ ხოლმე მაგ ვიდეოს შენახული მაგდერს აი ისეთი მსახურება არის აი რაღაცნაირად ეხლა მაგრამ ყველა გავიზარდეთ ხო და მე მით უმეტეს რომ პოსტრედი რომ გამოჩნდა აღმოჩნდა რომ ინდუსტრიას კიდევ უფრო მეტი ჭირდება და ეგ გამოაჩინა როცა ხედავს აი ჩვენს მაგას ვამბობ რომ აი სულ უფრო და უფრო რაც დრო გადის მე მიადვილდება კლიენტებთან და სააგენტოებთან ურთიერთობა იმიტომ რომ უკვე აღარ მიწევს რაღაც საჭიროებებს ახსნა. იმიტომ რომ ყველამ ვიცით რა, ანუ ალბათ ყველა მიმართულებით ეგრე განვითარდა რა, ანუ გრაფიკის მიმართულებითაც, ფერის მიმართულებითაც, თუ დაუშვათ 5 წლის წინ შეიძლება ვიღაცას ვერ უხსნდი რატო იყო მნიშვნელოვანი რომ ფერი გაგეკეთებინა კონკრეტულ ადამიანთან, იმიტომ რომ მაგარ ფერს აკეთებს, დღეს უკვე აღარ ჭირდება ამის ახსნა, იმიტომ რომ ნახავ ვიდეოებს, რომელსაც აქვს კარგი ფერი, რომელსაც არ აქვს კარგი ფერი. ზუსტად იგივენაირად დღეს ბაზარზე შეგიძლია ნახო ვიდეოები, რომელსაც აქვს კარგი მუსიკა და კარგი საუნდი და ვიდეოები, სადაც უბრალოდ კლიენტი ვერ მიხვდა, რომ ამ ვიდეოს ასევე სჭირდებოდა ავთენტური მუსიკა და ხმა. და შესაბამისად, შენ რო გაქვს უკვე შედარების შესაძლებლობა, ძალიან აი დასაწყისში რაც თქვით, რომ ძალიან მიხარია, რომ ჰეიმას სახელი თუ არ ჩვენ ორნი და არა რაღაც მებოდა ბეთხო და ყველანი ჰეიმას სახელი, ზუსტად იგივენაირად, ანუ რეალურად ჰეიმას პორტფოლიო უკვე მეტყველებს ხოლმე, ანუ მარტო პორტფოლიოს გაგზავნა, აი ვინმე პერიოდულად ხო არის ბუნებრივია, რომ ვიღაცა ახალი არის. განსაკუთრებით უცხო ბოლო პერიოდი რამდენიმე პროექტი გქონდა უცხოელებთანაც რა, სხვა ქვეყნები, ანუ საქართველოს რო არ კეთდება და უშუალოდ უცხოეთს რო კეთდება. და იმ ადამიანებს აი ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ აი გარდა იმისა რომ რაღაც მეილი და კომუნიკაცია რო ესავართ, გამარჯობა გვიხარია, რომ ვაჩვენებდით პორტფოლიოს, ეგრევე ხედავდნენ რომ რა არის, რას ვაკეთებთ ჩვენ და ზუსტად იგივენად მგონია რომ მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ნაწილში კრიზისს ვერ მე არ ვიხდი შეიძლება რაღაცა თქვენ ანუ ინდუსტრია იზრდება და ვითარდება და იზრდება კონკურენციაც ვითარდება თქვენ მიმართულებით ესე არ ვიცი მაგრამ აი ეს ძალიან ბევრი სააგენტო შეიქმნა ბოლო პერიოდში ჩვენ მეთოდიც არიან ფრილანსერები იცის კი და ძალიან გვიხარია ეგ ამ ხო ანუ ეს რაღაცა კონკურენცია არ არის ცუდი მით უმეტეს ჩვენს ინდუსტრიაში გონია რომ ალბათ უფრო ხარისხს კიდევ უფრო და ხო იმიტომ რომ რაღაცა ის ცეცხლი ინთება რა კი კარგია ეგ იმიტომ რომ არაფერს არსად სამყაროში არ უმუშავია როცა იყო მონოპოლია ხო როცა მე ვიცი რომ კარგად ვიმუშავებ თუ ცუდად ვიმუშავებ მაინც ჩემთან მოხვალ იმიტომ რომ ჩემ გარდა გზა არ გაქვს არ მუშაობს რა და შესაბამისად ეგ პირიქით ძალიან მაგარია რა იმიტომ რომ ჩვენ რო ვხედავთ რომ ვითარდება ჩვენც მეტი мотиваცია გვაქვს რომ ჩვენც განვითარდეთ რა და ჩვენ რო ყოველდღიურად ვფიქრობთ რომ აბა ვინმე ახალი სტაჟიორი ხო არ მოვძებნოთ ვინმე ახალი ვინმეს რამე ხო არ ვასწავლოთ რაღაცა ხო არ განვავითაროთ ახალი მიმართულება ხო არ დავიმატოთ რაღაცა რო გავიზარდოთ ეგ იმიტომ რომ ჩვენც ახალ პროექტები მოგდის შესაბამისად ძალიან კარგია ეგ ამბავი ანუ არ უნდა გავჩერდეთ აუცილებლად და ძალიან მნიშვნელოვანია რომ და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც არის და რასაც პრინციპში ახლა უფრო მუსიკოსებს ვეუბნებით ხოლმე მაგას, მაგრამ ნებისმიერ პროფესიულ ადამიანზე შეგვიძლია მაგის თქმა, რომ რაღაცას რო იწყებ,
რაღაც შენ საქმეს რომელსაც ხვდები რომ გიყვარს, აუცილებლად იქნება რთული მომენტები, აუცილებლად იქნება რაღაც მართლა გულწრფელ გეუბნები რომ მართლა პირველი თვეები მართლა ღელავდით რომ ოღონდ რამე ყოფილიყო რომ ქირა გადაგვიყარა. აი არაფერზე სხვაზე ფიქრი არ მქონდა რა. მერე იყო რომ მერე შემდეგი ნერვიულობა იყო რომ ხელფასები გადაგვიხადა. მერე შემდეგი ნერვიულობა თანამშრომლები რა ვიყავით რომ ორნი რო ვიყავით. ორნი რო ხარ ეხლა ფული არ გვექნება, რავი მაკაცები ვარ და რავი დავხურავთ გავიყობ. დავხურავთ, წავალთ, მაგრამ ეხლა ნახე თანამშრომლები რო ყავთ რა. მანდ უკვე სხვა ფიქრი გერთვება. კი, მახსოვს რომ ლექსურასთან საუბრობდით რაღაცაზე და ჩვენ გულის ტკივილს უზიარებით რა და რაღაც გითხრა რომ თქვენო აი 7 კაცზე ღელავთ, აი გასაგვითხრით აი რთული პერიოდები რო არის, რო ჩერდება და მე 50 კაცზე უნდა ვიფიქრო ყოველ თვე ეგო რომ ხო ყველაფერი რიგზე იქნებოდა. ხელფასი არ დაუგვიანო, იქ ყველა გაითვალისწინო, მე. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ თავი რომ გჯერა რა და გვიყვარს ის რასაც ვაკეთებთ. ხო და ასე რომ კარგად მიდის ყველაფერი, ჩვენ კარგ ხალხთან გვაქვს სულ ურთიერთობა. ხო, აი ეგ მართლა არ ვიცი როგორ ხდება ეგ ამბავი. სულ ყველა ეგრეა თუ უბრალოდ რაღაცა ეგეთ ნაკაჩი ვართ, მაგრამ მართლა არასდროს არ მიფიქრია რომ აუ ამ საქმეს შევეშვათ რა, როინა. იმიტომ ვითარდება და ადამიანები ვართ ამ ინდუსტრიაში. ხო, აი მეც ეგრე მგონია, ხო. იმიტომ რომ არასდროს არ აი ანუ გაჩერების შეგრძნება არ მაქვს. არაფერი. ყველა პროექტზე არის რაღაცა ახალი გამოწვევაც და მაგიდის ატრიალებაც, ჩახუტებაც და ჩაის დალებაც. თან ყველა სააგენტო სხვადასხვანაირია და ეგ ასწორებს. აი ჩემი ხედა თუ გინდა აი მართლა ხვდებით უკვე გუნდში რომ არ ვუთხრა, ხვდები ხოლმე აი რომელი სააგენტოს პროექტი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ყველას თავისი ხედვა აქვს და ეგ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ჩვენ ეგ გვაძლევს იმ მრავალფეროვნებას, რომ ვიცით მაგალითად რომ რავი ან საერთოდ სუპერმარკეტი თუ მოდის და ეკაყიფიანი ჩვენთან ვიცით ეკაყიფიანს რა უყვარს როგორი ხედვა აქვს ლივინგსტონი თუ მოდის ვიცით პლეიმეიკერის თუ მოდის დაუმუხამეთ სააგენტო აი კი იმიტომ რომ ვიცნობთ და ყოველჯერზე ვცდილობთ რომ კიდე მეტი დეტალი ხო იმას არნიშნავს რომ ლაპარაკება დეტალებზე მაგრამ ხვდებით რომ აი მრავალფეროვნება ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება იმიტომ რომ სულ ერთ ეგრეს ვაკეთებდით ალბათ დავიღლებოდით აი ლექსორი რომ მოდის ხოლმე და ხო ლექსორი ხო ხო ლექსორი არის ხოლმე მაგარი ლექსორი თუ გვისმენ ლექსორი არის ბეთხოს უთხარით ეს ძველი მეგობრები არიან და ბეთხო მიცის მარხი რაღაცებს ამბობს ხოლმე და ოკეი და მე ყველაზე მაგარია რომ მე ბეთხოსთან მივდივარ არა და მე ბეთხოსთან მოდივარ და ვენო ბეთხო ლექსორი თქვა რომ ბეთხო მიცის ხო და მე ჯდება და იცის არ ვიცი რა მეც აბსოლუტურად აი ესე ვერ გადმოუცემ რა არის მაგრამ ვიცი ხო ლექსორი თქვა ყველასთან ჩვენი კომუნიკაციის მეთოდები აქვს მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარია მე ძალიან მოკლედ ძალიან გაღიმებული ვარ უკვე 1 საათი არის შევაჯამებ აი ბეთხო მახსენა და მაგაზე ვიტყოდი რომ ალბათ იქამდე გვესიამოვნება და მოგვეწონება ამ ინდუსტრიაში ერთმანეთთან მუშაობა მანამ სანამ ერთმანეთის საქმეს ვაფასებთ რა ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ამ ინდუსტრიაში რომ ვაფასებდეთ ყველა იმ საქმეს რასაც ვაკეთებთ რა იმიტომ რომ ძალიან ბევრნაირი ხა სანდრო იყო ჩვენთან სტუმრად და პროდაქშენზე საუბრობდით და მან ახსენა რომ აი არ არსებობს აი არანაირი პოზიცია რომელიც არ არის კრეატიული, არ მოითხოვს კრეატიულ გონებრივ რესურსს, ხო, ანუ მნიშვნელობა არ აქვს იქ სიტყვაზე განათებას აკეთებ თუ რას აკეთებ, ანუ ყველანაირი პროცესი შემოქმედებითია და სჭირდება ამ ყველაფერს ცხადია დაფასება და ხარდაჭერა. ნუ ეს თუ ერთმანეთს გავაძლიერებთ, მოკლედ ეგ ჩვენთანაც ეგრეა, ზუსტად აი სანდროს კარგი რაღაც აქვს თქვი, ჩვენ საქმეში ეგრე არის, ანუ არ არსებობს გუნდის წევრი, რომლის საქმეც არ არის კრეატიული. აი ასუფთავებ ფაილს არა, ანუ ეგეც კრეატიული კარგად უნდა გაასუფთავო ყველას ვინც ჩვენთან მოდის რომ შენ აი ჭიქაც რომ გადადო ნუ პირობითად გუნდის წევრი ხარ 100%-იანი არ არსებობს ანუ არ არსებობს რომ არ იყო აქ თუ ხარ ხო რასაც არ უნდა აკეთებდი რა ყველაფერი კრეატიული ხო ეგრე არ არის რომ ბეთხო მნიშვნელოვანი ადამიანია და მე უბრალოდ ვმუშაობ არა ანუ ყველანი ვართ ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ყველა თავისი როლი გვაქვს და ასე რომ რა თქმა უნდა თან მე სულ მუღამი მქონა ყოველთვის რომ ჩემ გარშემო აი რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ადამიანი იყოს, რომ მეც გავიზარდო კაცო, ნიჭიერი ადამიანები იზრდებიან, მაინც თან რამდენჯერმე რომ ნახეთ, ჩვენი საქმე ხო რთულია. მაგრამ პროდაქშენებთან რაღაც შეხებები ქონია, რამდენს გეგმავენ, რამდენს წვალობენ. მე ანუ მაგაზე მინდა რომ ვაფასებ და ვიცით რამდენს წვალობთ, რამდენს შოუთ, აბსოლუტურად და დიდ პატივს გსებ და
ყოჩა ჩვენ ვერ გავაკეთებდით საერთმაო. არა მართლა საყოლე გვითქვია პოდკასტიდან აქეთ. სხვადასხვა მინდა ერთი პოდკასტი მთლიანად მხოლოდ productions დაუთმო და დარწმუნებული ვარ იქ კიდე ძალიან ბევრ დეტალზე ვისაუბრებთ. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან მიხარია, ძალიან სასიამოვნო საუბარი გამოვიდა და გისურვებთ წარმატებებს არაერთ რეკლამაში, ფილმში თუ თამაშში თუ რაც ჩამოთვალეთ მოკლედ თქვენ სერვისებში. მადლობა მეგობრებო, ვინც გვიყურეთ, ვისაც გაინტერესებდათ ეს ეპიზოდი, შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს დროებით. ეჯაკ